მშვიდობისა ქართველებო, დღეს არის 28 მარტი და ახლა არის დღის 12 საკლია 25 წუთი. მოკლედ გუშინ სიჩქარის გამო დამიდია ხოდ რაღაც 10 წუთიანი ვიდეო და გუშინ საღამომდე ვერ მოვიცალე Facebook-ის შესახედა და სანამ ერთი მეგობრის კომენტარი არ დავინახე რომ რა ადგილას გაწყდაო გამიკვირდა და ვნახე რომ თურმე 10 წუთიანი ყოფილა ეს რენდერის დროს როცა ვაკეთებ იმას აქვია მონტაჟის დროს ეს პრიამო ეფირ არ გავიგე კი ხო ესე იგი იმ დროს ნაწილ ვაკეთებ და ეთყობა ის შემეშალა რაღაც დამუშავებული არის მაგრამ უფრო შეწებილი არ მქონდა მთლიანობაში და შემოდით ჩემ გვერდზე და ნახავთ ახლა სრულ ვერსიას. ეხლა იმაზე მინდა გითხრათ რომ ეხლა გაახშირდა ისევ ფეიკი ვიდეოები იმის შესახებ რომ აი ვიღაცებმა იქ იმაში ხეობსის თუ გიზას თუ რაღაც პირამიდების ქვეშ ნახეს რაღაც სასწაულები მეც ნახე ეს ვიდეო. Ну, მოკლედ, როგორც ყოველთვის, ბევრმა დაიჯერა და მიდის ამის გაზიარება, საკუთარ კედელზე და ჩაჩი ჩაგდება და ერთი ამბავი ხალხო, ეს არის ფეიკი. ფეიკია ეს არის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი, ასე ვთქვათ, ვიდეო. აი, რა ვიცი, ამაზე მე ცალკე მქონდა ვიდეო, მე ლაივში კიდე ვილაპარაკე, განახე დეტალებში თუ რომელია ფეიკი, რომელი არა ფეიკი, რას უნდა დაკვირვებოდით, რას არა. ეს არის ფეიკი ვიდეოები. გესმით? რომ აი თითქოს რაღაც უფასო ენერგიის რაღაცის აღმოაჩინეს, გენერატორები და ერთი ამბავი და მოკლედ უნიკალურ დონეზეა გაკეთებული და ეს არის გეუბნებით კიდევ ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ვიდეო. გესმით ხა? აქ რა მინდოდა კაც? გადავწავეთ. შემეშალა სხვა გამქონდა დასასვენ. ხახნო დააკვირდით ხო ვიდეოს კარგად დააკვირდით. და მიხვდებით თუ გაქვთ იმის ისა რა ქვია თვალი რომ მიხვდებით რომ ეს არ არის იქ არავით არის ის რეჟისორის გადაღებული და ის აქვია მეცნიერები თითქოს და მკვლევარები და რაღაც. ეს არის გაკეთებული მონტაჟი, მონტაჟი არ ქვია მაგას, ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო. ეხლა კიდევ ბევრი წეს ისე როგორც წამოიწევა თემა ხელად მუსირებს ყველგან. არა და ამაზე რამდენი ხნის უკან გავიძახოდი რომ აი ციფრული ვალუტა და ერთი ამბავი ციფრიზაციაზე დავიწყოთ ეხლა საუბარი, დავიწყოთ აქციები, დავიწყოთ მიტინგები. კი ბატონო. დავიწყოთ, ხო? მე რამდენი მოხვალთ? აი გეუბნებით პირდაპირ, რამდენი მოხვალთ? არა და ამაზე რამდენჯერ ესე იგი ქონია შემთხვევები, როდესაც ვეძახით ხალხს და მოდის 200-500 კაცის მაგივრად, ვინც გეუბნება, აღმოჩნდება მოდის 20-30 ადამიანი. ასე იყო კორონას დროს. რა ვამბობ თბილისში, სადაც მე ჩავდიოდი, ხდებოდა 20-25 კაცი და მე მომყავდა 30-40 კაცი. ზუგდიდში მე ჩავატარე მარტო და ვიყავით სადღაცა 15 თუ კი ბატონო 20-25-27 კაცი ვიყავით. და პირველი მე ვიყავი ზუგდიდში რო ჩავატარე. მაგრამ რო დაუძახი იმდენი არ მოვიდა. გესმით? ამიტომ კი კარგია ეს რომ ამაზე უნდა გავიღვიძოთ ყველაფერი ქვია ამას, მაგრამ ამაზე ჩიპი მაგმოჭრილი. იმიტომ რომ ტყუილად უნდა ვიგლიჯო ნერვები, ტყუილად უნდა ვხარჯო დრო და ასე შემდეგ და შემდეგ აღმოჩნდები აი რუსულად რომ ურაზბიტა ვაკარიტა. ესე იგი 1000 გახმო ის არის აქვია გულშემატკივარი კი ბატონო აგერავარ იგავარო გეტყვიან და მე 100
ზოგს კბილი დგება, ზოგს თავი ადგიდება, ზოგს სატირალი აქვს, ზოგს სადღაც არის. აიგარი ჩვენი აქტივობა. როგორც ყოველთვის. მაგრამ არის მეორე ნიუანსი კიდე, როდესაც ტრამპმა ახლა კიდე გამოაცხადა, რომ არავითარ ციფრიზაციას არ დაუშვებს და ასე შემდეგ და აქეთ კიდე გადაკეთებია გზა. არ დაუშვებს და მოკლედ ერთი ამბავი. ეხლა გამოდის რომ არიხადა ტრამპს უნდა მივიღო, იმისათვის ეს რო არ იმასაკრას, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ როგორ არის. ციფრიზაციაში მოდი ეს ტერმინი ასე ვთქვათ, თუ არის სწორი. ამერიკას გადაასწრო ყველა სახელმწიფო. ყველა დიდმა სახელმწიფო. გადაასწრო, ანუ დაასწრეს. აქ დაასწრებაზეა ხო იცით ყველაფერი. დაასწრეს ამერიკას. და ეხლა ტრამპი ჩალიჩობს იმას, რომ იმადგან ანუ მაგათი გულშემატკივრები თვითონ მოიმხროს. გესმით ეხლა სახელმწიფოების დავამიდეს ეხლა. აი ელემენტარულ რამ რო დავიყვანთ, მაშინ ეს არის. გესმით? იმიტომ რომ თვითონ ციფრული იმაზეა დამოკიდებული მასკი კიდე და მთელი მისი ასე ვთქვათ კორპორაცია თუ რა ჯანდაბაც აქ და ყველაფერი და ხელოვნური ინტელექტი კიდე, ხო? კი რა თქმა უნდა, ფულის სუსხვა არის ვიტყვით, მაგრამ არ არის სუსხვა ხალხო, ეს ყველაფერი ერთია. ერთი ასე ვთქვათ ორგანიზაცია და ვარქვათ ამას თუ ერთი ყულაბა თუ ხუთი თუ რაც არის. თუ კომპიუტერი. ყველაფერი ერთია. უბრალოდ ეს ცაცადი განშტოებებია თითქოს, რომელიც მისგან გამომდინარეობს. ჩვენ გადავდივართ, კი არა, გადასული ვარ ზოგი არაოფიციალურად, ზოგი ოფიციალურად, რომელზეც მე მინდოდა ახლა ვიდეოები გამეგზელებინა, ახლა ჩამოვა თბილისიდან, მე გავაგზელებ ამას. ძალიან სერიოზულად მიდის მუშაობა და ჩვენ გინდა თუ არ გინდა გადავდივართ ამ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. აი სწორედ ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ ის ვიდეოები შექმნილია ხელოვნური ინტელექტით, ხო? ყველაფერი ამაზეა ხალხო. აი ახლა სადაც გაიხედავ, მოიხედავ რეკლამები ქართულ ტელევიზიებში, არ ვამბობ, ახლა სხვას დააკვირდით, ქართულ ტელევიზიებში დააკვირდით ხალხო. ყველგან ხელოვნური ინტელექტია საუბარი, დააკვირდით უბრალოდ ან რეკლამას დააკვირდით, ან რაღაც ინფორმაციას და ყველგან ხელოვნური ინტელექტია. გესმით? აი ხა ციფრიზაციაზე რო ვამბობთ, ხო? მოდით ახლა ასე ვილაპარაკოთ. 70, ну, აი 60% მაინც საქართველოს მოსახლეობისა ყველა ხმარობს საბანკო ბარათს. ხომასია ხალხო. თუ ეხა შენ პირადად არა ვისაც გესმის, შენი მეზობელი, შენი ოჯახის წევრი, შენი ნათესავი, შენი მეგობარი, ხო ყველა ამას ხმარობს საბანკო ბარათს. რომელზეც ჩიპია დადანილი, ხო? კი. ისე შემოგვაპარეს ეს ყველაფერი, რომ კიდე იმ 70%-დან კიდე ერთი 30%-ს მე მგონი აქვს პირდაპირ ტელეფონში. და ბარათს კიდე არ ხმარობენ, ანუ ტელეფონით იხდიან თანხას. ხომასი. შენ ხომ ხარ ამ მომენტში ავტომატურად ამ ციფრიზაციაში ჩართული. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი ელექტრონულად ფიქსირდება. გესმით? ხო გეუბნებით იმას, რაც არის. ხალხო. ხო იყო ესე იგი იმაზე ჯერ დავარო აი ჩიპები არ დაუშვა ჩიპები. ანუ დაჩიპულია ჩვენი პასპორტები, ID ბარათი, ID რატო ქვია მაგასაც. მაგაზე ხო ცალკე მქონდა ხილება, რომ ეს არის ჯოჯოხეთის საბუთი. ყველა ვატარებთ ამას. ხო? იყო ამაზე ეს პერიოდი რომ არიქა და არ დაუშვა და დაუშვეს. ყველამ შევჭამეთ ბაპატიეთ ამ ხეშობისთვის. შევჭამეთ ყველამ და ვატარებთ. ხო ასია კი. მე ეს შემოვიდა საბანკო ბარათებში, რომელსაც იგივე ჩიპი აქვს. ხო ვიცით ეს ყველაფერი? კი. ერთსაც ხმარობ და მეორესაც ხმარობ.
გამოთქვა ვინმე მის შემდეგ პროტესტი? რატომ? იმიტომ რომ შეგვაჩვიეს ნელ-ნელა. ნელა შემოგვაპარეს და შეგვაჩვიეს. ეხა იმას გეუბნებით ამ ცივილიზაციაზე კიდე ეს უკვე შემოპარულია. ამაში ჩვენ ვართ უკვე ხალხო ჩართულები ყველანი ერთად. და რა გავაპროტესტოთ ეხა? აი გითხარით ეხა რა გავაპროტესტოთ? კი მე წინააღმდეგი ვარ და ბევრია კიდე წინააღმდეგი იქნებიან, მაგრამ აი რო ვთქვა სიტყვაზე დავიყვიროთ. მოდით აქ შევიკრიბოთ და დავაკეთოთ ისა აქცია და ერთი ამბავი. ჩვენ რა გონიათ რამდენი გამოვა? ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რომ აი ინფორმაცია მივაწოდოთ, ეს ცუდია, ეს კარგია, ეს კარგია, ეს ცუდია. დანარჩენი გადაწყვეტება ზემოთ, როგორც კორონას დროს ის. გავიხიეთ სულაზე, ესე იგი თავიც ვილანძღეთ, გვაგინეს ერთი ამბავი, მოკლედ ვინც ანტი ის ვიყავით კორონა და კოვიდი და ვაქცინისტები ისინი ანტიკრისტება შეგვრაცხეს, ვინც ის რა დაგვარქვეს. ღამები მე პირადად ღამების არ მიძინია, იმდენი ვიდეო და 38 თუ 42 ვიდეო დავდე თავისი დოკუმენტაციით, ყველაფრით. ხო? მაგრამ აი მე რაღაცები გავაკეთეთ იქ ბათუმშიც წავედით, ქუთაისშიც, თბილისშიც, ზუგდიდშიც მე კიდე გავაკეთე. მაგრამ ბოლოს მე ზემოდან, ანუ იქიდან ამერიკიდან აირია რაღაც სიტუაციები, ჩვენ სასარგებლო კი არა, მთელ მსოფლიოს სასარგებლო, კაცობრიობის სასარგებლო. და იქიდან ნელა ჩანელდა ეს ამბავი, მე მოვიდა უკრაინის ომის ამბავი და მორჩა და მე თვითონ მე ტომარაძე ზვია ტომარაძე გამოვიდა, საიდანაც გამოიჩეკა ერთი უცებ, მაგრამ აიღო თავზე და შეკრება რამდენიმე ასეული ადამიანი და შეიტანეს თვითონ რაღაც პარლამენტში და თვითონ ჩვენ ჩავახშვეთ ეს ამბავი. არ არის ეს ასე ხალხი. ამიტომ თუ არ გვინდა, მაშინ უარი ვთქვა აი ბარათებზე, აი ტელეფონით რო ვიხდით იმაზე, ყველაფერი, იმიტომ რომ ეს დაწყებითია და დაწყებით უკვე შესული ვართ ამაში. ჩვენ უკვე ჩართული ვართ ყველანი ერთად ამ ცივილიზაციაში. ამიტომ სხვანაირად უნდა ამას რაღაც მიდგომა და 30-ის შემდეგ ვილაპარაკოთ. აბა კარგად, შემოდით ახლა ჩემ გვერდზე და ნახავთ სრული ვერსია იმ ვიდეოში, რომელიც გუსით პატარა მქონდა დადებული.